მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით მცირედი ჩენელდება. TBC კაპიტალმა მიმდინარე კვირის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ანგარიშის თანახმად. წლიური ინფლაცია ივლისში 4.3%-მდე გაიზარდა, რაც ივნისის მონაცემს 0.3%-ული პუნქტით აღემატება და 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ივნისის 7.3%-თან შედარებით საგრძნობლად შემცირდა სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ყოველთვიური ინფლაცია და ივლისში მიზნობრივ მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ მეტი 3.1% შეადგინა. TBC კაპიტალის შეფასებით მთლიანობაში 2024 წლის ნოემბრის შემდეგ სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია წინა პერიოდთან შედარებით საკმაოდ მაღალია, რაც ყურადსაღები ფაქტორია. ანგარიში წერია, რომ ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის მატებაში მიმდინარე წელს ყველაზე დიდი წილი სურსათზე მოდის, განსაკუთრებით პურზე, ყველსა და ხორცზე, თუმცა საკვების გარდა ფასები პროდუქტების ფართო სპექტრზეა გაზრდილი. 2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით ბათუმში ივლისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 35.6%-ით გაიზარდა და 1664 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 60.7%-ით 104 მილიონ ამერიკულ დოლარამდე არის გაზრდილი. გარიგებები აჩვენებს, რომ ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა. ძველი ბინების შემთხვევაში კი ზრდა 4.9%-ია. კოლიერს ჯორჯიას ინფორმაციით მზარდი იყო ფასებიც. ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1369 დოლარი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზე. ივლისში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 293 მილიონი დოლარის გარიგებები დაიდო, რითაც ბაზრის ზომა წლიურად 22%-იან ზრდას აჩვენებს. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის უახლესი მონაცემები კოლიერს ჯორჯიამ გამოაქვეყნა. კომპანიის ინფორმაციით გასულ თვეში თბილისში საცხოვრებელი ბინების ყიდვა გაყიდვის 3713 გარიგება შედგა, რაც წლიურად 4%-იანი ზრდაა. 2025 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით მხოლოდ 1.9%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ზრდის მაღალი მაჩვენებელია 11.7%. კოლიერს ჯორჯია მიუთითებს, რომ ახალ პროექტებში განახდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-25 წლების მაჩვენებლები. 2025 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 23.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში. გარეუბანში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13.3%-ით მოიმატა. 2025 წლის მეორე კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 17.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1%-ით ნაკლებია. ხოლო ტელევიზიების სექტორში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მილიონი ლარიდან 15.6 მილიონ ლარამდე შემცირდა. ტელემაუწყებლებისთვის მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი 71.1% პირდაპირ რეკლამას დაეთმო. სპონსორობამ 17.7% დაიკავა, ხოლო პროდუქტის განთავსებამ 11%. შემოსავალი 10%-ით შეუმცირდა იმედს და რუსთავიორს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლის 71%-იანი კლება დაუფიქსირდა. ამავე პერიოდში შემოსავალი გაეზარდა პოსტივის, ტელეკომპანია პირველს, ფორმულას და PNG-ს. ბიტკოინების საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ამის შესახებ ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა BMG-სთან განაცხადა. საქმე ის არის, რომ დღეს 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა. ჩვენთან საუბარში ბაჩიაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ეს იმ ლოგიკაში ჯდება, რომელიც პროკურატურასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდათ. მისი თქმით, საქმე ფალსიფიცირებულია. ეს არის ფალსიფიცირებული საქმე, რომლის უკან არ არის მართლმსაჯულების ინტერესები და დღევანდელმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმისათვის რომ ეს უსამართლობა არ დარჩეს უსამართლოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ყოველთვის ინფორმირებული ამ პროცესების შესახებ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც ქართული მართლმსაჯულება ფაქტობრივად არის მიტაცებული და არავითარი იმედი სამართლიანობის და სამართლის აღსრულების ინსტიტუციისგან აღარ დარჩა. აქტიური თვეების შემდეგ ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც ისევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, გარიგებები შემცირდა. აგვისტოში პირველი გარიგება ბირჟაზე მხოლოდ დღეს შედგა. ბირჟის ყოველდღიური სტატისტიკა მოწმობს, რომ გაზრდილია გასაყიდი ფასიც. თუ ივლისის ბოლოს 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ფასით 13.34 მიასეთი თეთრი იყო, ამჟამად ეს მაჩვენებელი 14 თეთრამდეა გაზრდილი. ენერგეტიკული ბირჟის მონაცემებით ივლისში ბირჟაზე გარიგებები 31,685 მეგავატ-საათ ელექტროენერგიაზე დაიდო. თვის დასაწყისში 1 მეგავატის ფასი 125 ლარი იყო, თვის ბოლოს ფასმა 134 ლარს გადააჭარბა. მთლიანობაში 7 თვეში ბირჟაზე 124,800 მეგავატ-საათი ელექტროენერგია ივაჭრეს. სამხრეთ კავკასიის მილსადენით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება მცირედით შემცირდა. პიპის მონაცემებით 2025 წლის 6 თვეში მილსადენით ყოველდღიურად საშუალოდ 62.4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში გაზსადენის საშუალო დატვირთულობა 63.1 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა. მონაცემები ცხადყოფს, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოზე გამავალი გაზსადენით 11.2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზის გატარება მოხდა. შაშანკი დატვირთულობა 11.4 მილიონი კუბური მეტრი იყო. პიპის მონაცემები წელს შემცირდა 1.3 მილიონი დოლარით 36 მილიონ დოლარამდე საოპერაციო დანახარჯები, თუმცა გაზრდილია კაპიტალური ხარჯები, რამაც 12 მილიონს მიაღწია. ნაცვლად 2024 წლის პირველ ნახევარში არსებული 8 მილიონისა. სამხრეთ კავკასიური მილსადენით, რომელიც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევიდა, შახტენიზის გაზი აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს მიეწოდება. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში. წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კაპიტალური ხარჯები თითქმის გაორმაგდა. პიპის მონაცემებით 2025 წლის 6 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამართული ოპერირებისთვის კომპანიამ საოპერაციო ხარჯებზე 60 მილიონი დოლარი დახარჯა. კაპიტალურმა ხარჯებმა კი 30 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის კაპიტალურ დაბანდებას 1,7-ჯერ აღემატება. მიმდინარე წლის 6 თვეში აღნიშნული მილსადენით 106 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. შაშან ამავე პერიოდთან შედარებით ნავთობსადენის დატვირთულობა მილიონი ტონით არის შემცირებული. BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 145 ტანკერში ჩაიტვირთა. საქართველოში მოქმედმა თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფოს მათში მოქმედი კომპანიების სია უნდა წარუდგინონ. ამას ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის ბრძანება. ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს რეგისტრაციისთვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თიზის საწარმოს შესახებ უკვე წარდგენილია ინფორმაცია და შემდეგ მოხდა ცვლილება, არაუგვიანეს ცვლილებების განხორციელების დღის მომდევნო სამუშაო დღისა. ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს ორგანიზატორის ადმინისტრატორის დაჯერიმებას პირველ ჯერზე 400 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით. ივლისში ფოთის პორტმა რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დაამუშავა. APM ტერმინალს ფოთის ინფორმაციით ივლისში 64,765 TEU კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც ერთი თვის ჭრილში დამუშავებული კონტეინერების რეკორდული მაჩვენებელია. წლიურად მხოლოდ ივლისში 25%-ით, ანუ 12,924 TEU კონტეინერით მეტი დამუშავდა. 2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი საერთო ჯამში დამუშავდა 378,288 TEU, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ამასთან 8,9%-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფოთის პორტის გამტარუნარიანობა 600,000 TEU-ა. ტვირთის ზრდის ტემპი კი აჩვენებს, რომ ნავსადგური გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობს. APM ტერმინალს ფოთში პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა როგორც კომპანიის 2024 წლის ანგარიშგებაში წერია, APM ტერმინალსმა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ მთავრობა შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ბათუმის საზღვაო ნავსადგური ტვირთბრუნვის ზრდაზე აცხადებს სპორტის მონაცემებით 2025 წლის პირველ ნახევარში მშრალი ტვირთების გადატვირთვა წლიურად 15%-ით გაიზარდა. მათ შორის ლითონის პროდუქციის გადატვირთვა 127.9%-ით არის გაზრდილი. ნაყარ ტვირთებში კი ზრდა 90.9%-ია. მარცვლეულის გადატვირთვა წლიურად 72%-ით არის გაზრდილი. ნედრის შაქრის კი 56.6%-ით. ტვირთების ზრდას ნავსადგურის ადმინისტრაცია მოთხოვნის ზრდას ასევე შიდა ოპერაციული პროცესების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირებს. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით წელს 6 თვეში ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 5.6%-ით გაიზარდა. ქვეყნის ორივე ნავსადგურმა კი ჯამში 7 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავა. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ კომპანია Staring Georgia's მთავრობამ მართვაში შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი ციცინათელა გადასცა. ამასთან მთავრობის 6 აგვისტოს განკარგულებით კომპანიას 4.7 მილიონი ლარის სუბსიდიაც გამოეყო. კომპანია Staring Georgia ურეკში მდებარე Black Sea Arenas და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მფლობელია. კომპანია ამასთანავე სუბსიდირებული კონცერტების პროგრამა Staring Georgia's-აც ახორციელებს. ატრაქციონების პარკი ციცინათელა 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის კომპანია. ასოციაცია ატუმა აშენა და ის სახელმწიფოს გადასცა. იურიდიულად კომპანიას სერვისი 7 ეწოდება. 2011-23 წლებში მის მართვას ბიძინა ივანიშვილის ელიზური ოფშორული კომპანია ტარპან მენეჯმენტის საკუთრებაში არსებული კომპანია მენეჯმენტ სერვისი ახორციელებდა. თუმცა ახლა კომპანიის მართვა Staring Georgia's გადაეცა. ფინანსური ანგარიშის თანახმად 2023 წელს ატრაქციონების პარკის შემოსავალი 2.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 165,000 ლარი იყო. მოსავლის მართვის კომპანია ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ 7 აგვისტოს მიღებული განკარგულება. დოკუმენტის თანახმად კომპანია და მისი სრული აქტივები, მათ შორის ღვინის და სპირტის რეზერვები ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. მოსავლის მართვის კომპანია 2020 წელს ქთველის სუბსიდირების პროგრამის განხორციელების მიზნით დაფუძნდა. კომპანია ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრებაშია. მის მართვაზე პასუხისმგებელი კი სოფლის განვითარების სააგენტოა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაქვემდებარებაში არსებული სიპია. თუმცა როგორც ამჟამად მთავრობამ ჩათვალა, აღნიშნული კომპანიის უფრო ეფექტიანი მართვა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება შესაძლებელი. 2025 წლის რთველისთვის კომპანია, როგორც ცნობილია, სუბსიდირების 50 მილიონიანი პაკეტით უკვე ემზადება. აღნიშნული თანხით რთველის დროს ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის ჩაბარება უნდა მოხდეს, რომლის მოცულობაც სავარაუდოდ 40-50,000 ტონა იქნება. აღნიშნული ყურძნისგან მოსავლის მართვის კომპანია ღვინო მასალას და საბრენდე სპირტს აწარმოებს, რომლის პრივატიზებაც ეტაპობრივად ხდება. თუმცა როგორც მოსავლის მართვის კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ჩანს, ჭარბი ყურძნისგან დამზადებული სპირტის და ღვინო მასალის რეალიზაცია განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ამის გამო ეს პროდუქტები მნიშვნელოვანი ფასდაგლებით იყიდება. ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ გურჯაანში ღვინის ქალაქის შექმნას გეგმავს. პროექტის არქიტექტურ-კონცეპტუალური დიზაინის მომზადებაზე სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართა. დოკუმენტაციის მომზადების ბიუჯეტი 82,600 ლარია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას, რეგიონული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი იდენტობის განმტკიცებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მათი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოს ვაზის კულტურაზე კვლევები ტარდებოდა. დღეს კი დგას საჭიროება, რომ შეიქმნას ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი სპეციალური მუდმივი მოქმედი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწოდებს ინფორმაციას საქართველოს მევენახეობა მეღვინეობაზე. მათივე შეფასებით, ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარება განპირობებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმდინარე თანამშრომლობის გრაფიკით. სააგენტოში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სრული პროექტის მომზადება განხორციელდეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ფარგლებში, რათა მომდევნო წელს შესაძლებელი გახდეს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმა და განხორციელება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკურიერო მომსახურების სექტორში მოქმედ Volt Georgiasთან მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. სააგენტოს ინფორმაციით პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება სავაჭრო პოლიტიკის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კონკურენციის სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფროლად Volt Georgias დაევალა კომპანიაში შიდა პოლიტიკის გადახედვა და მისი კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის შემუშავება ქართულ ენაზე, კაფიო, გასაგები და სრული ფორმით და მისი განთავსება როგორც სავაჭრო პლატფორმაზე, ასევე ვებგვერდზე. სააგენტოს განცხადებით, მათი მიზანია საკურიერო სექტორში, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი იყენებს, გამჭვირვალობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. Volt Georgias ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ერთი თვის ვადა განესაზღვრა.